პირველ რიგში ამ დაკავებებით რეჟიმი აჩვენებს სწორედ მის სისუსტეს, რადგან ის ხედავს, რომ ადამიანების პროტესტს ვერ უხერხებს ვერაფერს და ადამიანების პროტესტი არის ის, რაც მის ლეგიტიმაციას პირდაპირ არტყავს, ხო? იმიტომ რომ რაც ეხლა სურს რეჟიმს არის ნორმალიზება პროცესების და ლეგიტიმაციის მიღება, რასაც ვერ აღწევს, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით არის ათასობით, 10,000-ობით, 100,000-ობით ადამიანი, რომელიც მას არ აძლევს ამ ლეგიტიმაციას, იმიტომ რომ მისი არჩეული არ ყოფილა რეჟიმი, მისი არჩეული არ ყოფილა ოცნება და მოხდა ამ ოცნების მხრიდან ძალაუფლების მიტაცება. ხალხს კი სურს დემოკრატიის დაბრუნება ამ ქვეყანაში და დემოკრატიულ კურსზე, ასე ვთქვათ, ქვეყნის დაბრუნება. შესაბამისად არ ანიჭებს მას ლეგიტიმაციას და შიგნით, როდესაც ამხელა პროტესტი არის, ამ პროტესტის პარალელურად, რა თქმა უნდა, ვერ პოულობს ოცნება და მისი რეჟიმი საერთაშორისო აღიარებას, რაც არის მისთვის ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ ამას მოყვება სანქციები, სანქციებს აქვს თავისი მსუსხავი ეფექტი, რომელსაც ამ ეტაპზე ხმამაღლა ესე არ აღიარებს რეჟიმი, ესე ასე ვთქვათ, პირდაპირ, თუმცა რა თქმა უნდა, მას ეს ეხება და მისთვის ეს არის მტკივნეული, ეხება მის ფინანსებს პირველ რიგში და მის ძალაუფლებას, რომელიც მას რეალურად გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში კონკრეტულ ინსტიტუციებთან მიმართებით, ვინაიდან ხალხი მას არ ემორჩილება. ჩვენ თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად ვხედავთ რეპრესიების ახალ და ახალ ფორმებს და განსაკუთრებით ბოლო ცვლილებები, ეგრეთ წოდებული ცვლილებები, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს, ეს კიდევ უფრო ამძიმებს სწორედ მის მდგომარეობას, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო ცივილურ სამყაროსაც აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში რეალურად არის რეპრესია, ქვეყანაში დევნიან ადამიანებს აზრის გამოხატვის გამო. იმიტომ რომ ბოლო ცვლილებებით ხომ სწორედ პროტესტი გახადეს კრიმინალიზებული. პროტესტი აქციეს ჯერ დაკავების პირდაპირ, ასე ვთქვათ, საფუძვლად და შემდგომ უკვე მეორე დაკავების შემთხვევაში მას მოყვება სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა იმ კანონებით, რომელიც არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო და რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა ეს კანონი, ყველა ეს ცვლილება, რომელიც მიღებულია არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, აუცილებლად იქნება გაუქმებული, როგორც კი ეს ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას და როგორც კი ეს ქვეყანა დაიბრუნებს, ასე ვთქვათ, მიტაცებულ ძალაუფლებას და ხალხი ამას აუცილებლად შეძლებს, ხომ? მე ახლა მახსენდება გუშინიკა გვარამიამ ერთ-ერთი ბოლო პოსტი, რომელიც გამოაქვეყნა, საუბრობდა იმ ინდიკატორებზე, რომელიც სწორედ დიქტატურის წაქცევას უკავშირდება და კი მეც ასე მწამს და მჯერა, რომ ნამდვილად ასე არის. ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ დიქტატურის შიგნიდან რღვევას, ხომ და სისუსტეს. ის რომ ადამიანებს ყოველდღიურად აკავებენ და ის რომ ეს მათ აწუხებთ, ამას აჩვენებს თუნდაც ის ბრიფინგები, რომელსაც ასე შეწუხებული სახეებით გამოდიან და საუბრობენ, ხომ? თუნდაც აი დღეს რო გავიხსენოთ ვაჟა სირაძის ბრიფინგი, რომელიც მან გააკეთა. ასევე ის, რომ პარტიების აკრძალვას აპირებენ ამ საერთო რეპრესიების ფონზე, რა თქმა უნდა, ესეც მათი სისუსტე არის და მათი ბრძოლის ნაწილია, რომ იმ ბრძოლის, რომ ისინი ნახეთ რისთვის იბრძვიან. ისინი იბრძვიან, რომ გაანადგურონ ყველაფერი ქართული და დაამკვიდრონ ამ ქვეყანაში დიქტატურა. ჩვენ და ხალხი რისთვის იბრძვის? ქუჩებში რატომ დგანან ეს ადამიანები? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდეს ადამიანის უფლებები, ეს ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიულ ჩარჩოში და მოვახდინოთ ცივილური განვითარება, ხო? ჩვენ უკვე ამ ახალი რეფორმებით, აი თან ჩვენ ანუ თვალს ვინც ადევნებს და ვისაც შეუძლია, ასე ვთქვათ, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით მოიძიოს სრულფასოვნად ინფორმაცია, დაინახავს, რომ ერთ-ერთში ხდება ოღონდ ძალიან სწრაფი ტემპით იმ ნაბიჯების გადადგმა, რასაც პუტინის რუსეთში ჰქონდა ადგილი და დღემდე მიდის, ასე ვთქვათ, იქ ამ ასე ვთქვათ, დიქტატურის არსებობა. თუმცა რეჟიმს ავიწყდება, რომ ეს არის საქართველო. რეჟიმს ავიწყდება, რომ აქ ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით მოსულ რეჟიმს ავიწყდება, რომ არავინ მისცემს მას ამ ადამიანის უფლებების, არავინ აპატიებს უბრალოდ ადამიანის უფლებების ასე მასიურ რღვევას. კი, და ანუ აი დაუბრუნდებით დაკავებებს თუ შეიძლება. 60-მდე ადამიანი არის სისხლის სამართლის წესით დაკავებული და 24-26 მე მგონი 30-მდე ადამიანი ადმინისტრაციული წესით. რა თქმა უნდა, ყველა მათგანის გვერდით ვიქნებით, არა მხოლოდ მე შენ დასაწყისშიც აღნიშნე, კიდევ ბევრი სხვა ადამიანი და ორგანიზაცია ჩართული ამ პროცესში, მაგრამ მათ შორის ჩვენც და დაგვიკავშირდნენ ახალის ცხელხაზე აბსოლუტურად ყველა ადამიანის გვერდით ვიქნებით, ვისაც გავწვდებით და დარწმუნებული ვარო, ყველას გავწვდებით. მადლობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.